ბატონო მიხეილ, რა საქმიანობას ეწევა ებრაელთა საზოგადოება ქარაში, რომლის თავმჯდომარის თქვენ ბრძანდებით? ებრაელთა საზოგადოება ჩვენ ღმერთის მორწმუნე ხალხი ბრძანდებით, ჩვენ დილით ვიწყებთ 8 საათზე ჩვენ რიტუალების შესრულებას, ვმუშაობთ წესიერად, ჩვენი ჯამაათი მობრძანდება დღეში 3-ჯერ ლოცულობთ, დილით საღამოთი და ღამე ყალბითის როცა არის დგება მინიანის შესრულებით. ჩვენ ვეძახით რომ ვათიკაცის ძევით თუ იქნება უკეთესია და ვასრულებთ ჩვენ წესებს ღმერთის სახელზე. ჩვენი სალოცავი გაკეთებულია წესიერად, ხელმძღვანელობთ რომ სისუფთავე და ხალხის წინსვლა წავიდეს წესიერად. ბატონო მიხეილ, აი თქვენი ლიტერატურა, წიგნები, ყველაფერი ის რაც გჭირდებათ ლოცვისათვის, ჩამოვიდეთ საზღვარგარეთ. თბილისში, რომლებიც ყოველთვის მეთვალყურეობას გვიწევენ, გვეხმარებიან ჩვენი ლიტერატურის სხვადასხვა არის თეფილინები, სისიტები და სხვადასხვა ინვენტარი, რომელსაც ჩვენ ისინი გვაფინანსებენ და გვეხმარებიან ყველა საქმეში. ბატონო, თქვენ ბრძანდებით ჩვენი კოლეგა, თქვენ ეწევით ქარაში მცხოვრები ებრაელების ცხოვრების პროპაგანდას საზღვარგარეთ. აი თქვენი საქმიანობის შესახებ გვესაუბრეთ. ვიახლავართ ისრაელის ქართულენოვანი პრესის, იქ გამოდის ქართულენოვანი ჟურნალი დროშა, ის საკუთარი კორესპონდენტი. ასევე ჩვენ საქართველოში, თბილისში გამოდის ებრაული გაზეთი მენორა, რომელსაც მენორა ქვია. ამის კიდევ საკუთარი კორესპონდენტი გახლავართ. ნამდვილად სწორი ბრძანეთ თქვენ რომ ვეწემი პროპაგანდას ჩვენი ებრაელობის მუშაობისა და მოღვაწეობის შესახებ საქართველოში. მე ეხლა ისტორიულად არა საჭირო ჩვენი საქართველოში აი ერთობლივი ცხოვრების თანამშრომლობის ქართველებთან ერთად თუ რა დიდი კავშირი და მოღვაწეობა თავისი ისტორიული წლების მანძილზე იყო და არის კიდეც და მე მხოლოდ ერთი მოკლედ ებრაელი კაცის გულიდან ამოღებულ სიტყვებს მოგახსენებთ. გაუვალ გზაზე ჩემს ნადერფალს დავტოვებ ვიცი. არც მზე, არც მთვარე, არც იღბალი არ მინდა ცვისი. მე დავაბიჯებ იცერწმენით და უკვდავ ფიცით. სიტყვას არ გავდიხ, ვალი მაწევს ქართული მიწის. ბატონო ხესკო. შეიძლება გითხარით აი ამ კითხვაზე გვიპასუხეთ, რას ნიშნავს ქარელი თქვენთვის? საქართველოს და ქარელი თქვენთვის. ქარელი ჩემთვის ნიშნავს დიდებას. ქარელში მაგალითად დავიბადე, ქარელში გავიზარდე, ქარელში მყავს ყველა განურჩევლა თედისა მეგობარით და ნათესავით. ქარელი დიდი სიყვარულია ჩემთვის, არამედ ქარელი და საქართველოც. თუ მაგალითად ჩვენი წესისადად ჩვენ დიდი წლები ლოცულობთ. და გვახვია სისტემები ამაზე ლოცულობთ რომ ჩვენ ყველა უნდა დავმადნეთ ისრაელში. როგორც რომ არის ნათქვამი რომ ორი გული მაქვს არ ვიცი რომელიც მღერ მარაჯამსო. ასია ჩვენთვის ორი საქანშობლო, ორი ადგილი გვაქვს. მრავალი წასული დედა მაგალითად ჩემი დაზმანი ყველა წასული ისრაელშია. და შალომი კიდევ ჩვენ ისრაელს. ამისათვის მალე მოკლე ხანში დავტოვ ისრაელი მივდივარ, მაგრამ მაინც ნახევარი გული მე საქართველოში მიქნება. და საქართველოში ყოფილიყო მშვიდობა და სოფლიოშიც. ბატონო ხესკო, აი ერთი ასეთი რამე ანეკდოტი მინდა გავიხსენო, საკმაოდ გავრცელებული ამ ბოლო დროს, რომ აი ამდენი სიხარული რაც ჩვენ გვაქვს, აი გაზი არ არის, მოვა გვიხარია, შუქი არ არის, გვიხარია აი თქვენ რა სიხარული გელოდებათ იქ? ეს რა თქმა უნდა ხუმრობით გეკითხები და საერთოდ რა პრობლემები შეგექმნებათ როცა იქ ჩახო? ჩვენ ერთად ერთი
რომ ლოცულობთ, არავითარი პრობლემას არ ვეძებთ. ლოცულობთ ჩვენ ღმერთის სახელს. ჩვენ ვართ ღმერთის შვილები. ამისათვის კიდე იმ ღმერთსა ვართ მინდობილი, რასაც უნდა ისეთნაირად მომყოფებს. კი მართალია არაფრით არის, ჩვენ გვაქვს იმის დახმარება, რომ ერთი წლის ვადით, ჩვენ სახელმწიფო გვეხმარება. ყველანაირი საშუალებები გვაქვს. ერთ-ერთი შემდეგ მე კიდე შენ თვითონ უნდა გაინზრე ადამიანი და მოკიდო შრომა იქნება, ხელი თუ რაც იქნება, რომ შენი თავი შეინახო და შენი ოჯახი არჩინო. ასეთი პრობლემაა ჩვენისადმი. მადლობთ.